მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გავაზრდოთ ვიდეო გაკვეთის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ საიტ Gearbest-ზე, როგორ უნდა შევავსოთ მისამართის განყოფილება და როგორ უნდა გამოვიწეროთ ამანათი გადახდის სისტემით. პირველ რიგში უნდა რა თქმა უნდა შევიდეთ საიტ gearbest.com-ზე. ამ საიტის მუს ნახავთ ვიდეოს აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს ამ საიტზე 3 რეგისტრაციის ტიპი. ჯერ პირველ რიგში მოდით შევიდეთ თვითონ რეგისტრაციის გვერდზე, იქ უფრო დეტალურად დაგიხსნით. ამისათვის საჭიროა დავაწვიროთ აი ამ ღილაკს. დაწოლის შემდეგ გადადიხართ ახალ გვერდზე. იყოფა ორ განყოფილებად. ავტორიზაციის განყოფილებას, სადაც ავსებთ უკვე თუ დარეგისტრირებული ხართ ელექტრონულ პოსტას, ასევე პაროლს და კაპჩას, ანუ ამ ციფრებს აქ შევიყვანთ და შემდეგ ვაწევით ღილაკს, ამის შემდეგ გავდივართ ავტორიზაციას. თუ არ ხართ დარეგისტრირებული, როგორც გითხარით, არსებობს 3 ვერსია რეგისტრაციის. პირველი არის ელექტრონული პოსტა, რომელსაც დღეს ვნახავთ. ასევე არსებობს Facebook account-ით რეგისტრაცია, ან თქვენი Facebook account-ით რეგისტრაცია, ასევე Google Plus-ის account-ით რეგისტრაციას. დღეს იხილავთ მხოლოდ email-ით რეგისტრაციას. ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა ელექტრონული პოსტა, რომელსაც იყენებთ. მე უკვე დარეგისტრირებული მაქვს ელექტრონული პოსტა, აი ეს პოსტა. შეგვყავს პაროლი ორჯერ, ერთი და იგივე პაროლი ორჯერ. შემდეგ ვაწვევით აი ამ ღილაკს, ეს ავტომატურად უკვე მოდეჭგულია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ წესებს ვეთანხმებით და შემდეგ ვაწვევით რეგისტრაციას. როცა რეგისტრაციას მორჩებით, ანუ ღილაკზე დაწოლისას გადავდივართ აი ამ გვერდზე. გვეუბნება რომ თქვენი აკაუნთი დარეგისტრირდა წარმატებით, მაგრამ ამისათვის საჭიროა email ვალიდაცია. რას ვაკეთებთ ამისთვის? გადავდივართ ელექტრონულ პოსტაზე, რომელიც მივთითეთ. რამოდენიმე წუთში მოგვივა პოსტაზე აი ესეთი მსგავსი შეტყობინება, ვაწვევით, ხსნით. აქ იმ ტექსტს არ ვიცი, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ გინდათ წაიკითხეთ და ვაწვევით ღილაკ ბნუს, რომელიც მითითებულია. აი დავაწექით. და გვეუბნება თქვენი აკაუნთის აქტივაცია წარმატებით დასრულდა. აი მეილი მითითებულია და აი ამისათვის თქვენ იღებთ 10 ქულას. თუ რა ქულებია, რა არის ეს 10 ქულა, ამას შემდეგ ვიდეოში ნახავთ. მოდი ახლა ნახოთ ჩვენი აკაუნთი, რა ინფორმაციებს ნახულობთ, რა არის საჭირო რომ შევავსოთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში გადავდივართ check my account. ამის შემდეგ ვაწვევით BMUS edit profile. პირველი აქ არის ამ გვერდზე არის 3 ტაბი. პირველ ტაბში ვავსებთ სახელს, თქვენ სახელს, რა nickname-ით გინდათ რომ ჩანდეთ ამ ვებ გვერდზე. თუ გსურთ ეს განყოფილებებით შეავსეთ. ამ განყოფილებიდან შეცვლით პაროლს, ეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი მეთოდია. ანუ აქ წერთ ახლანდელ ამჟამინდელ რაც გიყენიათ იმ პაროლს, ხოლო მეორეში და მესამეში წერთ ერთი და იგივე ახალ პაროლს. და აწვევით edit-ს. მესამე არის address book. აქ უნდა შევავსოთ მისამართი, ანუ დავამატოთ უნდა მისამართი, რომელზეც უნდა მოვიდეს ამანათი. ასევე იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საიტზე რამოდენიმე მისამართი და შეგიძლიათ რამოდენიმე მისამართზე გააგზავნოთ, თუ რა თქმა უნდა ეს სურვილი გაქვთ. მოდით ნახოთ თუ როგორ უნდა დავამატოთ პირველ რიგში მისამართი. ვაწვევით ღილაკს. გამოდის ესეთი ფორმა. აუცილებელია ყველა ფორმა შევავსოთ. ამაში ვწერთ სახელს. აქ ქვევით ვწერთ გვარს. აქ ვწერთ ელექტრონულ პოსტას, რომელზეც მოგვივა შეტყობინებები, მაგალითად გამოწერაზე ან რაიმე სტატუსებზე, ხშირად აგზავნის
გერბესტი, ამიტომ სწორად მივუთითეთ ეს. აქ უნდა მივუთითოთ ის საცხოვრებელი მისამართი, სადაც ცხოვრობ სწორად, მე სატესტო მისამართს მივუთითებ. ქვედა განყოფილება არ არის სავალდებულო, რომ შევავსოთ. ასევე უნდა ერჩიოთ ქვეყანა ჯორჯია. უნდა მივუთითოთ რეგიონი, ამ შემთხვევაში მე თბილისს მივუთითებ, მაგრამ თქვენ სადაც ცხოვრობთ, უნდა მივუთითოთ შესაბამისად. მე თბილისს მივუთითებ, ასევე ქალაქშიც თბილისს მივუთითებ. ტელეფონის ნომერი აუცილებელია სწორად დაწეროთ, რადგან როდესაც ამანათი ჩამოგივათ, აი ამ ფორმაში მითითებულ ტელეფონზე მოგივათ შეტყობინება საქართველოს ფოსტიდან, რომ ამანათი მოგივიდათ. მაგალითად მე შევიყვან და აუცილებლად უნდა ჩაწეროთ სწორად zip postal code, ანუ საფოსტო ინდექსი. საფოსტო ინდექსს ვნახავთ საქართველოს პოსტის ოფიციალურ საიტზე. ნუს აუცილებლად დავდებ აი ამ საიტზე. შედიხართ სერვის ცენტრების განყოფილებაში და შესაბამისი რეგიონების მიხედვით ან თბილისის მიხედვით ეძებთ შესაბამის ინდექსს, ანუ რომელ რეგიონში ცხოვრობთ, ანუ აი მაგალითად მე ვცხოვრობ, მე მაქვს 0190 კოდი. აი როგორც ხედავთ და ეს ეკუთვნის კახეთის გზატკეცილზე არის ეს ოფისი და ეკუთვნის ისანის ამგორის 90-ე საფოსტო სერვის ცენტრი. თუ თქვენ მაგალითად ვაკეში ან საბურთალოში ცხოვრობთ მაგალითზე, შეგიძლიათ აერჩიოთ 0186. მაგალითად თუ ცხოვრობთ აჭარაში ან გურიაში, საუბრობთ აჭარისა და გურიის რეგიონში, აქ ეძებთ შესაბამის ფილიალს, ანუ ქალაქ ბათუმის მე-10 საფოსტო სერვის ცენტრი მაგალითად, უთითებთ 6010 საფოსტო ინდექსს. მოდით მე მივუთითებ ჩემსას, ანუ 0190, აი როგორც ხედავთ, ამას მივუთითებთ. აქ და всё, შევინახავთ confirm edit. ვიწერს რომ უკვე დაემატა მისამართი, დავბრუნდეთ მისამართების განყოფილებაში. აი შემდეგ, როდესაც დავამატებთ მისამართს, აი ესე გამოჩნდება, როგორც გითხარით, კიდე შეგიძლიათ რამოდენიმე მისამართის დამატება, ამაზე პრობლემა არ გაქვთ. ეხლა რაც შეეხება გამოწერის მომენტს, მოდით ერთ-ერთ რომელიმე ნივთის მაგალითზე გეტყვით, როგორ უნდა გამოვიწეროთ. აი მაგალითად ავიღოთ ისეთი ნივთი, აი მაგალითად ისევ Xiaomi Action კამერა. შევდივართ თვითონ ნივთს, რომლითაც ვართ დაინტერესებული. აქ გვაქვს ფუნქციონალი, ბევრ შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აერჩიოთ ამ ნივთში ან თეთრი, ან მწვანე. იცოდეთ რომ საქართველოში უმეტეს ნივთებზე, რომელსაც ეს საიტი აგზავნის, ჩამოტანა უფასოა, ანუ გამოგზავნა უფასოა, როგორც ხედავთ, free shipping წერია. თქვენ შეგიძლიათ ეს არის სტანდარტული შიფინგი, რასაც თვითონ კომპანია აკეთებს, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ფული, რომ გადაიხადოთ დამატებით შიფინგში, ამის ფუნქცია აქვს, ამას შემდეგ ვნახავთ. მოკლედ რა არის ამისთვის საჭირო, რომ შევიძინოთ, მე დღეს ამას გაჩვენებთ, ვაწვევით add to cart. გამოდის ეს გვერდი, ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რას ყიდულობთ, ანუ ხედავთ რა ნივთს ყიდულობთ, რა ფასად, რა რაოდენობას, საბოლოო ფასი. შეგიძლიათ წაშალოთ, თუ გაქვთ კუპონი, კუპონის კოდი შეგიძლიათ აქ მივუთითოთ და დააწვეთ apply-ს. ამის შემდეგ თქვენ უნდა დააწვეთ ამ ღილაკს, ანუ process checkout. ვაწვევით process to checkout. ისევ ერთხელ გვეკითხება გერბესტი, ანუ ამოწმებს მისამართი თუ სწორად გვაქვს შეტანილი, თუ გვაქვს სწორად შეყვანილი, ვაწვევით place your order, ანუ ვაგრძელებთ ყიდვას. შემდეგ ყიდვაში, ანუ მეორე, მესამე ყიდვაზე ეს გვერდი აღარ გამოჩნდება. ამის შემდეგ ჩნდება კიდევ ერთი გვერდი, ანუ ამ გვერდზე უკვე თითქმის მისული ვართ.
გამოწერამდე აქ კიდევ ერთხელ ჩანს საინფორმაციო მისამართი ყველაფერი აქ ჩანს. ასევე ამ განყოფილებაში ჩანს შემდეგი ინფორმაცია, ანუ არჩეული ამ შემთხვევაში არჩეულია სტანდარტული შიპინგი, რომელიც 10-25 დღეს მოიცავს, მაგრამ ამანაც გააჩნია, არის შემთხვევა რომ 30 დღეში, 35 დღეს ჩამოვიდეს ამ საიტიდან. როდესაც ნივთის ღირებულება შეადგენს $71-ზე ზევით, $40 ზევით ამ საიტზე, შიპინგი ავტომატურად ითვლება, ანუ უფასო შიპინგი მოყვება. თუ ნივთი $40-ზე ქვემოთაა, მაშინ ფუნქციონალური ხდება ეს ღილაკი, ანუ შეგიძლიათ იყიდოთ ტრეკ ნამბერი ან არ იყიდოთ, ანუ ტრეკ ნამბერი ღირს $2. ამ შემთხვევაში უფასოდ გვეკუთვნის, როგორც ხედავთ. ასევე შეგიძლიათ როგორც გითხარით ისარგებლოთ ფასიანი შიპინგით, აწვევით ამ ღილაკს და დამატებით იხდით $37, ანუ საერთო ღირებულება შეადგენს ესე ფასიანი შიპინგით $109, მაგრამ თუ არ გსურთ ფასიანი შიპინგი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს ღილაკი დატოვოთ. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება ბონუსკვლებზე მე გითხარით, შემდეგ ვიდეოს გავაკეთებ, აქ კიდევ ერთი განყოფილება გამოჩნდება, რომლის შემდეგაც შევძლებთ გამოყენებას ამ ბონუსკვლების. ეხლა რახან დამწყები აკაუნტია და მხოლოდ 10 ქულა აქვს, ამის გამო არ ჩანს ეს განყოფილება. ამის შემდეგ ვირჩევთ ჩვენ რა ტიპის გადახდა, რა სისტემით ვაპირებთ გადახდას, არის PayPal-ი, ვირჩევთ PayPal-ს, თუ PayPal-ით იხდის, თუ Visa, Mastercard და შემდეგ ამ განყოფილებას ირჩევთ და ასევე თუ გაქვთ WebMoney-ს ირჩევთ. აქ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი ამანათზე, მაგალითად თვითონ მაღაზიას მიწეროთ ამ ამანათზე, ან როგორი შეფუთვა გინდათ, ან რა პოსტით გამოაგზავნოს და ამ შემდეგ წერთ კომენტარს, უთითებთ როგორც გითხარით შესაბამის გადახდის სისტემას. მე დღეს როგორც გითხარით, მხოლოდ ამ Visa, Mastercard-ის, ანუ ამ განყოფილების ვარიანტზე გაჩვენებთ, რადგან მე WebMoney-ს არ ვიყენებ და არ მაქვს და ვერ განახებთ ფიზიკურად. თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, კომენტარებში დაწერეთ. PayPal-ზეც იგივეს გეტყვით, მე PayPal-საც არ ვიყენებ. მოკლედ აქ კომენტარ ჩაწერთ, ირჩევთ შესაბამის გადახდის სისტემას და აწვევით place order. ამის შემდეგ გადავდივართ კონკრეტულად გადახდის მომენტზე. აქ ჩამონათვალში ვირჩევთ იმ ბარათს, რომელი ბარათითაც ვიხდით, თუ Visa არის, Visa-ს ვირჩევთ. შეყვავს სიმბოლოები, რომელიც პლასტიკური ბარათის წინა მხარეზეა მოთავსებული. აქ ვირჩევთ თვეს, ანუ ვადა რომელ თვემდე აქვს ვადა თვითონ ბარათს და ასევე წელი და ბარათის უკანა მხარეს მითითებული სიმბოლოებიდან ბოლოს 3 სიმბოლოს წერთ აქ, ანუ PIN კოდს წერთ აქ. როდესაც პირველად ყიდულობთ, მაინც კიდევ ერთხელ ამოწმებს მისამართს. თუ ყველა მონაცემები სწორია, აწვევით continuous და გამოდის გვერდი, სადაც უკვე წერია, რომ თქვენი გადახდა განხორციელებულია, წარმატებით დასრულებულია. წესდარიგით თუ თქვენ ტელეფონზე მიმაგრებული გაქვთ ბარათი, შეტყობინება მოვა იმის თაობაზე, რომ თქვენ ჩამოგეჭრათ ესა და ეს თანხა. მოკლედ მეგობრებო, მეტი რა გითხრათ ამ გამოწერასთან დაკავშირებით, მე მგონი ნახეთ პროცედურა. თუ შეკითხვები გექნებათ ამ მომენტებზე, დასვით კომენტარებში, აუცილებლად გიპასუხებთ. ეს არის ვიდეოს პირველი ნაწილი, ანუ გერბესტის მაგალითზე პირველი ნაწილი. შემოგთავაზებთ შემდეგ მეორე ვიდეოში სავარაუდოდ იქნება როგორ ხდება ქულების დაგროვება და როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს ქულები ყიდვის მომენტში. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ ვიყურებთ, კარგად ვსანდებოდეთ. ველოდებით კითხვებს. ნუ დაგეზარებათ ლაიქები, ასევე გამოიწერეთ არხი, კარგად ვსანდებოდეთ.